ყველაზე მნიშვნელოვანი მანამ საუბარს დავიწყებთ აი ეს სიჩუმე რაც არის აი როცა იმზადები ვიღაცის მოსმენაში ხო ჩერდები ხო არ ფიქრობ ხო ელოდები რომ რაღაც გაიგო ხმა გაიგო დააგვირდით და აი ყოველთვის აი სიჩუმე მანამ სმენა რაღაცა რომ უნდა მოისმინო აი ყველაზე მთავარი აი დაიჭირეთ მე მაშინ ხდება საუბარი თქვენ თვითონ დაინახავთ თქვენ არ საუბრობთ საუბარი თავისთავად ხდება და დაჟე სმენა თქვენ არ ისმენთ სმენაც ხო თავისთავად არის ეხლა რა საკეთებთ თქვენ იმის რომ ისმენთ ისმინება საუბრდება ხო არაფერს აკეთებთ არც საუბრში მონაწილეობთ და არც სმენაში რაც საუბრდება ის ისმინება თქვენ არაფერს აკეთებთ თავისთავად არის ინფორმაციაც ეგრე თავისთავად ვლინდება და თავისთავად ინფორმირდება ინფორმაცია მაჩვენებელია როგორც რაღაცას უჩვენებს და ყოველთვის მნიშვნელოვანი ის არის ინფორმაცია რაზეც მიუთითებს ის განიცდება და ყოველთვის განცდა არ დაგარგოთ არც სმენის დროსა მე მიხვდებით საუბარიცა და სმენაცა ყველაფერი იგრძნობა და ამ შეგრძნებაში ხდება ყველაფერი ის რაც ხდება ეს მარადულ სიმშვიდეს მოგიძებდა აღარაფერს აყვებით ჩვენი რიტრიტების მიზანიც ეს არის რომ რეალურად აი ეს სიმშვიდე იყოს შეგრძნებადი და არ იყოს მარტო წაკითხული და სადღაც თეორიებით და რაღაც თუნდაც გაცნობიერებული რომ რაღაც სიმშვიდე სადღაც არსებობს რეალურად სიმშვიდე ეს ყველგან არსებობს ეს არის ის რაც ყველგანს უფევს მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენი ყურადღება ამ სიმშვიდეში არ არის იმიტომ რომ უბრალოდ ქაოსში იკარგება ეს ქაოსი კიდე ზედაპირულია მაგრამ კარგად რომ გადავხედოთ ყველა სწავლებას თუ ყველა მიმდინარეობას ყველა ამ სიმშვიდისკენ და სიჩუმისკენ ვითითებს და ეს აუცილებელი არის რომ გახდეს პირადი გამოცდილება რაც უფრო ხშირად იქნება ეს პირადი გამოცდილება ჩვენი ეს იმას ნიშნავს რომ უფრო მეტი კავშირი გვაქვს რეალურად სამყაროსთან და საკუთარ თავთან იმ რეალურ თავთან რომელიც არის ჭეშმარიტი კიდე შეგვიძლია ვთქვათ რომ არის ის რაც არის უცვლელი და რაც არის მარადიული ის რაც ცვალებადია და ფორმას იცვლის ის ვერ იქნება ჭეშმარიტი იმიტომ რომ უბრალოდ იცვლება და მარადიული არ არის ერთადერთი რაც არის მარადიული ეს არის უცვლელი ცნობიერების მდგომარეობა რომელიც არის სუფთა ცნობიერება რომელიც თავისთავად ცნობიერებს და ამ თავისთავად გაცნობიერების პროცესში ვართ ჩვენც მოყოლილი შეიძლება ეგრე ვთქვათ აი ეს ხდება თან აი ახლა იმ წუთში რაც ხდება მხოლოდ ეს არის სხვა მომენტი არ არის აი ეს არის ერთადერთი რეალური მომენტი რაც არის დანარჩენი მხოლოდ უნდა გავიხსენოთ და შევიგრძნოთ და ამისთვის აუცილებელი არის პირადი გამოცდილების მიღება ჩემთვის პირადად რაც შევხები ვარ სხვადასხვა ტექნიკებს და პრაქტიკებს ამისთვის იდეალური საშუალება არის ტრანსცენდენტული მედიტაცია იმიტომ რომ ეს არის ძალიან მარტივი ტექნიკა რომელიც ისწავლება ძალიან მარტივად სულ 4 დღეში არის ძალიან სასიამოვნოდ შესასრულებელი და არის ძალიან ეფექტური და ძალიან ღრმა პროცესი რა დროსაც ძალიან მარტივად ვეხებით ჩვენში ან ჩვენ სიღრმეში სიმშვიდის მდგომარეობას რომელიც რეალურად არის ტრანსცენდენტული ცნობიერება ჩვენი გონებისთვის ტრანსცენდენტული ცნობიერება ეს სინამდვილეში არის სუფთა ცნობიერების მდგომარეობა რომელიც არის საწყისი ამ სამყაროსი შესაბამისად ვედებში ესე არის მითითებული რომ ეს ჩვენი ეს სუფთა ცნობიერების გამოცდილება უნდა გახდეს ჩვენი პირადი გამოცდილება და რაც უფრო ხშირად და სისტემატურად მოხდება ეგ ეს იმას ნიშნავს რომ დროთა განმავლობაში ჩვენ ნერვულ სისტემას ექნება საშუალება რომ აი ამ სიმშვიდის დაკარგვის მიუხედავად სიმშვიდესთან ერთად პარალელურად იყოს აქტიური და არ დაკარგოს ეს სიმშვიდე და ეს არის რეალურად მიზანი რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ ოღონდ ამას ვაკეთებთ სხვადასხვა გზით. ყველას თავისი გზა აქვს. 10 მილიარდი ადამიანი ვართ, 10 მილიარდს თავისივე გზა აქვს. იმიტომ რომ ჩვენ ინდივიდები ვართ, განსხვავებულები ვართ ერთმანეთისგან, ჩვენი ფიზიოლოგია, ჩვენი კონსტიტუცია განსხვავდება ერთმანეთისგან და შესაბამისად ჩვენი შეხედულებებიც განსხვავდება. ამიტომ ყველას ჩვენი გზა გვაქვს. მაგრამ საერთო ის არის, რომ ყველა რაც არ უნდა ვიყოთ, რომელი ქვეყნის წარმომადგენლებიც არ უნდა ვიყოთ, ქალები ვართ, კაცები ვართ, დიდები ვართ, ბავშვები ვართ, თუ ვინც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ გვაქვს ნერვული სისტემა, ეს იმას ნიშნავს, რომ შეგვიძლია ტრანსცენდირება. მარტო ადამიანს აქვს მაგის უნარი, რომ ტრანსცენდირდეს, იმიტომ რომ მას აქვს ისეთი დახვეწილი
ნერვული სისტემა, რომელსაც შეუძლია ამ სუფთა ცნობიერების დაჭერა და აღქმა საკუთარ თავში. და ეს ხდება მხოლოდ აქ და ახლა. ეს სხვაგან არ ხდება. ეს არის მარადიული აწყო, რომელიც მუდმივად განიცდება. და აი ეს უნდა გახდეს რაც შეიძლება ხშირი გამოცდილება. ამისთვის, როგორც თქვით, ძალიან მარტივი არის ტრანსცენდენტული მედიტაცია, იმიტომ რომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ, სად ხარ, რას აკეთებ, პროფესორი ხარ, ბავშვი ხარ, დიდი ხარ, პატარა ხარ, რა მდგომარეობაში ხარ, შენი ნერვული სისტემა, რა მდგომარეობაში არის შენი ცნობიერება, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ეს არის უნიკალური ტექნიკა, რომელიც ყველაზე მუშაობს. ოღონდ ყველას აძლევს თავის გზას. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რახან ერთმანეთისგან განსხვავებული ვართ, იმას არ ნიშნავს, რომ ყველა რომ მედიტაციას დავიწყებთ, უნდა TM-ს ყველას ერთნაირი გამოცდილებები გვექნება. უბრალოდ TM-ის მთელი მიზანი არის, რომ რაც შეიძლება ხშირად მოხდეთ სუფთა ცნობიერების მდგომარეობაში. ამისთვის არის ძალიან მარტივი ტექნიკა, თუმცა მარტო TM-ი არ არსებობს, უამრავი სხვა ტექნიკა არსებობს, რომელიც გვაძლევს ამის საშუალებას, თუმცა შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ტრანსცენდენტული მედიტაცია ამ სხვა ტექნიკებთან შედარებით ყველაზე მარტივია. და იქიდან გამომდინარე, რომ არის მარტივი, არის უფრო მეტად ეფექტური, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც მუშაობს ერთ-ერთი პრინციპით და ეს პრინციპი არის, რომ სამყარო ყოველთვის ვითარდება იმ მიმართულებით, სადაც ნაკლები ენერგიის დანახარჯით მიაღწევს მაქსიმალურ ეფექტს. შესაბამისად, რაც უფრო ნაკლებ ენერგიას ხარჯავთ, უფრო მეტ მიზანს ვაღწევთ, ოღონდ ეს უნდა იყოს მიზანმიმართული ხარჯვა ამ ენერგიის და არა ფუჭი. შესაბამისად, ტრანსცენდენტული მედიტაცია ეს არის ტექნიკა, რომელიც არ ჩაჭიროებს არავითარ შემთხვევაში კონცენტრაციას, არანაირი ძალისხმევას, არანაირი მონდომება არ არის საჭირო, არანაირი ძალისხმევა არის ძალიან მარტივი. და დღეში ორჯერ გვაქვს საშუალება, რომ ძალიან მარტივად, ნებისმიერ სივრცეში, სადაც არ უნდა ვიყოთ, დავხვიჭოთ თვალები და ჩვენ თავშივე ვეზიაროთ ამ ღრმა სიმშვიდის მდგომარეობას. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ სამყაროში ძალიან დაჩქარებული არის პროცესები და ალბათ თქვენც ატყობთ და ეს რიტრიტების მიზანი ზუსტად ეს არის და მოთხოვნილებაც არის, რომ რაც შეიძლება ბევრი ვისაუბროთ ამის შესახებ და ერთმანეთს ეს ენერგია და სიმშვიდე გაუზიაროთ, შესაბამისად აქედან გამომდინარე გაჩნდა იდეა, რომ ჩაგვეტარებინა სიმშვიდის რიტრიტები და დავიწყეთ წინა წელს 5 რიტრიტი ჩავატარეთ სხვადასხვა ქალაქებში, საქართველოს ფარგლებში და აშკარად ძალიან დიდი ეფექტი გამოიღო, იმიტომ რომ რიტრიტის დროს ჩვენ თან ვცხოვრობთ რამდენიმე დღე ერთად. შეიძლება ხან 3 დღიანი რიტრიტებია, ხან 5 დღიანი რიტრიტებია და ეს პერიოდი, როდესაც ერთად ვიღვიძებთ, ერთად მედიტირებთ, ერთად ვარჯიშობთ, მერე გერით თერაპიები ტარდება, ერთად ვართ, ერთად განვიხილავთ, იქ ლექციები ტარდება, საუბრები, კითხვები, პასუხები. ეს აღმოჩნდა უნიკალური მდგომარეობა, იქიდან გამომდინარე, რომ გვაქვს საშუალება აი რამდენიმე დღე სულ ამ განცდაში ვიყოთ. და რაც უფრო ხშირად გვაქვს ეს მდგომარეობა, რომ შეგვიძლია რომ დავასტაბილუროთ სიმშვიდის მდგომარეობა საკუთარ თავში. მერე ნელ-ნელა დროთა განმავლობაში ამას ვეჩვევით. მერე რიტრიტებმა გვაჩვენა, რომ აი ეს ხალხი, რომელიც იღებს ამ რიტრიტებში მონაწილეობას, მოდიხართ, ისვენებთ, სიამოვნებთ, მერე რომ ბრუნდებით სახლში, ეს თქვენი სიმშვიდე, თქვენი სილაღე, სიხარული მერე სახლში მიგაქვთ და თქვენ ოჯახის წევრებს უზიარებთ, თქვენ პარტნიორებს უზიარებთ, თუნდაც თანამშრომლებს სამსახურში და ეს არის გადამდები. იმიტომ რომ ყველაზე ძლიერი ენერგია ამ სამყაროში არის სიმშვიდე. სიმშვიდეში ხდება, სიჩუმეში ხდება ყველაფერი. ამაზე დიდი ენერგია არ არსებობს. სიმშვიდიდან იწყება სიყვარული, იქ იბადება ნეტარება, მაგრამ მთავარია რომ უნდა არსებობდეს ეს სიმშვიდის მდგომარეობა. შესაბამისად, რიტრიტებმა მოგცა საშუალება, რომ ეს სიმშვიდე პირდაპირ გავაზიაროთ და ეს არ იყოს რაღაცა თეორიული ცოდნა, არამედ იყოს ხელშესახები გამოცდილება. და რაც უფრო მეტ გამოცდილებას მივიღებთ მსგავს, მით უფრო სწრაფად და უფრო სწორად გავივლით ტრანსფორმაციის გზას. თუმცა აქ ერთი პატარა გადახვევა მინდა გავაკეთო, როცა ვამბობთ სიმშვიდე, იმას არ ნიშნავს, რომ მატერიალურ სამყაროდან უნდა მოვუწყდეთ და სადღაც უნდა გავქრეთ. ეს არ არის მიზანი. მიზანი არის, რომ ეს სიმშვიდის მდგომარეობა გადმოვიტანოთ ჩვენ ყოველდღიურობაში და ეს მოვიხმაროთ და გამოვიყენოთ ჩვენ პროდუქტიულობაში. ეს არის მთავარი. მედიტაციების მიზანი არ არის, რომ სადღაც გავქრეთ ან სადღაც დავიკარგოთ და მატერიალურ სამყაროდან მოვუწყდეთ. სამწუხაროდ საუკუნეების განმავლობაში მედიტაციების არასწორმა გაგებამ ეს ზუსტად ესეთი შთაბეჭდილება და შეხედულება ჩამოაყალიბა საზოგადოებაში, თურმე მედიტაცია არის გაქცევა, მაგრამ რეალურად ეგრე არ არის. პრინციპში ვინ როგორ იყენებს, მაგრამ რეალურად მედიტაცია ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ, რომ ჩვენი პროდუქტიულობა გამოვიყენოთ და ჩვენი შესაძლებლობები გამოვიყენოთ პროდუქტიულად უკვე დღის განმავლობაში. ჩვენ ცხოვრობთ მატერიალურ სამყაროში, რომელსაც აუცილებლად ჭირდება მოქმედება, იმიტომ რომ აქ
თავისი ბუნების კანონები არსებობს და ამ ბუნების კანონებს ვერ დაარღვევ. ამ სამყაროში, რომელშიც ჩვენ ცხოვრობთ, ყველა ქმედებას შეიძლება რაღაცა შედეგი. მიზეზშედეგობრივ სამყაროში ცხოვრობთ. მიზეზი შედეგი. შესაბამისად, აქ აუცილებელი არის მოქმედება. იმიტომ რომ სულიერი წესრიგით კანონებით აქ ვერ იცხოვრებ. მარტივად რო ვთქვა, რას გულისხმობ, როცა საჭმელი ქშია, ლოცვას და მედიტაციას აზრი არ აქვს. უნდა ადგე, უნდა შეხვიდე სამზარეულოში და პური უნდა მოიტეხო. ამას ფიზიკური მოქმედება ჭირდება. მოძრაობა არის საჭირო, აქტიურობა არის საჭირო. სამზარეულოში რო ის პური დაგხვდეს, იმასაც მოქმედება ჭირდება. შესაბამისად, ტყუილ არ არის ნათქვამი, რომ ხელი გაანძრია და გეშველებაო. იმიტომ რომ მატერიალურ სამყაროში თავისი წესრიგია. სულიერ სამყაროში თავისი წესრიგია. აქ მოქმედება არის საჭირო. შესაბამისად, მოქმედებას ჭირდება ენერგია, ჭირდება შნო, ჭირდება ხალისი, ჭირდება განწყობა და მინიმუმ კრეატიულობა. თუ ხელი როგორ გაანძრიო სწორად. ამ ყველაფერს გაძლევს მედიტაცია. ამ ყველაფერს გაძლევს შენში ნაპოვნის სიმშვიდის თუნდაც რამდენიმე წამი, რომელიც რეალურად არის ის საკუთარი საწყისი, რომლისგანაც იღებს სათავეს თელი სამყარო. ანუ აი ამ დარბაზში რამდენი ადამიანიც ვართ და საერთოდ აი სამყარო რაც არის, ყველაფერს აქვს ერთი საწყისი. და როცა ადამიანი ტრანსცენდირებს, ერთი და იგივე ველში ხვდება. ანუ როდესაც მე მედიტირებ, ალექსი მედიტირებს, ან თითოეული თქვენგანი ჩვენ ყველანი ერთად ვერთიანდებით ცნობიერების დონეზე ერთ სიმშვიდის მდგომარეობაში. და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რაც შეიძლება ხშირად განვიცადოთ ეს და არა მარტო განვიცადოთ, არამედ დროთა განმავლობაში შევძლოთ და გადმოვიტანოთ. იმიტომ რომ როდესაც ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობს, ეს ჩათვალეთ, რომ ეს ადამიანი მარტო თავის თავზე არ მუშაობს. საკუთარ თავზე მუშაობა იგულისხმება იმას, რომ როცა ჩვენ გადავწყვიტეთ და მივედით რაღაც გაცნობიერებამდე, რომ გარეთ სამყაროს საქმიდან და სამყაროს შემეცნებიდან ეს ყურადღება გადაგვეტანა საკუთარ თავში, ეს არის ის მომენტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი თითოეულ ცხოვრებაში, იმიტომ რომ აქ იცვლება ძალიან ბევრი რამე. ადამიანი მანამდე გარეთ ცდილობს, რომ რაღაცა შეცვალოს და მე რაღაც მომენტში ხვდება, რომ გარეთ არაფერი არ იცვლება და გარეთ შემეცნებას უსასრულო არის და ამიტომ იწყება საკუთარი თავის შემეცნება, რასაც თვით შემეცნებას პროცესს ვეძახით. და როდესაც ადამიანი ამ პროცესის არის დაკავებული თავის თავში, აცნობიერებს თავის ტკივილს, თუნდაც თავის ტრამვებს, თავის სტრესებს და აძლევს ხელს და გონებას საშუალებას, რომ ტრამვებზე იმუშაოს და თვითონ ამას ყველაფერს ხელს უწყობს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანი მარტო თავის თავზე არ მუშაობს. ის ადამიანი ზოგადად საზოგადოებაზე მუშაობს, იმიტომ რომ ჩვენ გავლენა გვაქვს 100%-იანი ერთმანეთზე. და ეს ყველაზე მეტად აი ამ გავლენას ახორციელებს სიმშვიდე. უფრო სწორად რო ვთქვა, სიმშვიდე არის ყველაზე დიდი ენერგია და ყველაზე დიდი ძალა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პირველ რიგში აი ამ სიმშვიდის მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, რომ მინიმუმ გავაცნობიეროთ რა არის ჩვენი და რა არ არის ჩვენი. იმიტომ რომ მანამდე, სანამ აი ამ მდგომარეობას ბოლომდე დავიჭერთ, მანამდე კიდე არსებობს ვიღაცა, რომელსაც ჩვენ ეგოს ვეძახით, რომელიც ამ ყველაფერს იჩემებს და ბევრ რამეში ხელს გვიშლის. მაგრამ რეალურად აი ამ სიმშვიდის მდგომარეობაში გააქვს უნარი, რომ გააცნობიერო, რომ რეალურად რაც გგონია, რომ ხარ ის არ ახარ და რაც რჩება, ის არის ძალიან ნეტარი და ძალიან უზენაესი. ეს არის ის საწყისი, რომელიც საერთოდ ამ სამყაროს და ამ პლანეტას ქმნის. არა მარტო ამ პლანეტას, მთლიანად რაც არსებობს გამოვლენილი სამყარო, ეს ყველაფერი მოდის უსასრულო სუფთა ცნობიერების მდგომარეობიდან, რომელსაც ჩვენ აბსოლუტს ვეძახით. აბსოლუტთან კავშირი ადამიანს შეუძლია საკუთარი თავიდან და საკუთარ თავში შეუძლია იმ დონემდე ჩაღრმავდეს, რომ მიაღწიოს იმ წერტილს, საიდანაც მთელი სამყარო იღებს სათავეს. და ჩვენ ამას ვახერხებთ ჩვენი ყურადღებით. ერთადერთი მექანიზმი, რაც გვაქვს, რომელიც მუშაობს ამ შემთხვევაში და ნების თავისუფლება შეგვიძლია დავარქვათ, ეს არის ჩვენი ყურადღება, რომ სადაც არის ჩვენი ყურადღება, იქ მიდის მთელი ჩვენი ენერგია. და იმიტომ იცვლება ჩვენი ცხოვრება, როდესაც გარე სამყაროდან შინ გადაგვაქვს საკუთარ თავში ყურადღება, აი ეს ყურადღება ახდენს ტრანსფორმაციას. ნუ რა თქმა უნდა, ნება უნდა არსებობდეს და ტრანსფორმაცია არ არის მარტივი. ეხლა ხშირად ვიძახით ხოლმე, აი თუნდაც ლექციების დროს, ამ პოდკასტების დროს, რომ აი მედიტაცია ძალიან მარტივია. რაც შეეხება ტრანსცენდენტულ მედიტაციას, ძალიან მარტივი ტექნიკაა, მაგრამ თვითონ მედიტაციის შედეგი რაც არის და ის რაც მოყვება, ეს ტრანსფორმაცია არ არის მარტივი. იმიტომ რომ ჩვენ გვიწევს ისეთ კუნჭულებში ჩასვლა, ისეთ სივრცეების გაცნობა საკუთარ თავში და ისეთ რაღაცეებთან თვალების გასწორება, რაც არ გვინდა. იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ეს არის ტრავმა, ხშირ შემთხვევაში ეს არის ტკივილი ან ბავშვობის რაღაცა მოგონება, რომელიც შენში არის ძალიან კარგად დამალული,
და მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურობაში შეიძლება არ გვახსოვდეს და ხშირ შემთხვევაში გვახსენებს კიდევაც თავს და ეგ განაპირობებს იმ ნეგატიურ ფიქრებს, რაც დღის განმავლობაში მოვდის და ან შიშებს, ან რაღაც ესეთ დესტრუქციულ ფიქრებს, აი ეს არის მიზეზი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში შეიძლება საერთოდ არ გვახსოვდეს, არც ვიცოდეთ, რომ ესეთი ტრამვები გვაქვს, ძალიან დავიწყებული გქონდეს, იმიტომ რომ ჩვენი ოპერატიული სისტემა, რასაც თავდაცვის ინსტინქტს ვეძახით, ამას იდეალურად აკეთებს. მალავს ისეთ მოვლენებს, ისეთ თვისებებს, რომელიც ჩვენთვის რეალურად დესტრუქციულია, მაგრამ თითქოს არც არსებულა, თითქოს არც ყოფილა არასდროს. იმალება ფსიქიკის მიერ. და ეს იმიტომ ხდება, რომ ისევ ტრამვა არ გამოიწვიოს. როდესაც რაღაცა მოვლენა ჩვენთვის არის ტრამვული, თავდაცვის ინსტინქტური სისტემა აუცილებლად დაგიმალავს იმას, რომ ისევ იგივე ტრამვა არ განიცადო. ხშირ შემთხვევაში გონია, რომ ეს რაღაცა ბავშვობის ტრამვები ან რაღაცა სტრესები სადღაც არის და ჩვენ არ გვეხება და რეალურად ეს არსად არ არის გარდა ჩვენი სხეულისა, რომელიც აუცილებლად ცვლის ჩვენ გონების რითმს, ანუ ალგორითმს. და რაც ხდება ჩვენ თავში, ეს არის მიზეზი, შედეგობრივი კავშირი იმისა, თუ რაც ხდება ჩვენ სხეულში. ხო? ხო გსმენიათ გამონათქვამი, რომ ჯანმრთელ სხეულში ჯანმრთელი სულიაო. ყველა არა ნათქვამი, მაგრამ რეალურად ეგ პირიქითაც არის. ჯანმრთელ სულში ჯანმრთელი სხეული არის. ამიტომ ორივე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯანმრთელად იყოს და სულს არა აქვს პრობლემა. იქ სუფთა ცნობიერება არის თავის სრულ სიდიადეში. პრობლემა აქვს ინდივიდუალურ ნერვულ სისტემას და ეს პრობლემა არ არის მოუგვარებელი, იმიტომ რომ ეს არის შეძენილი. და ეს შეძენილი პრობლემა მოდის გარედან და ამ პრობლემებს ჩვენ ვეძახით სტრესს. სტრესი არის რეალურად სხეულის დაზიანება. შეგვიძლია ცოტა გადატანით მნიშვნელობით ვთქვათ, რომ ეს არის პატარ-პატარა ერორები, რომელიც სხეულში არის დამახსოვრებული, რომელიც არ აძლევს სხეულს საშუალებას, რომ ნორმალურად ფუნქციონიროს. ეს ხდება პირდაპირ გავიგეთ ფიზიკურ სხეულში, ჩვენ ნერვულ სისტემაში. რაც უფრო მეტი დაზიანება არის ნერვულ სისტემაში, რაც უფრო მეტი ტრავმაა, რაც უფრო მეტი სტრესია, რაც უფრო გადატვირთულია ჩვენ ნერვულ სისტემა ინფორმაციით, არ გვაქვს საშუალება, რომ სწორი და შვიდი ცხოვრების წესით ვიცხოვროთ, იმიტომ რომ გვინდა არ გვინდა, იგივე არეულობა ხდება ჩვენ გონებაში. იმიტომ რომ ფიქრები, რომელიც ჩვენ თავში მოგდის, ამ ფიქრების ხარისხი, ოდენობა, სიმძაფრე 100%-ით არის დამოკიდებული ჩვენ ნერვული სისტემის მდგომარეობაზე, ფიზიკურ სხეულზე. შესაბამისად, თვითშემეცნების პროცესი არ ნიშნავს მარტო რაღაც მენტალურ განვითარებას ან რაღაცების გაცნობიერებას ან გააზრებას. ეს არის კომპლექსური პროცესი, სადაც არის ჩართული როგორც ჩვენი ფიზიკური სხეული, ასევე ემოციური სხეული, ენერგეტიკული სხეული, მენტალური სხეული და ხდება ამ ყველაფრის გაერთიანება. გაერთიანება ხდება მხოლოდ ერთ სივრცეში, იქ სადაც პოლუსები არ არსებობს და ეს არის ტრანსცენდენტული სივრცე. შესაბამისად, აი ამ რითრითების მიზანი ზუსტად ეს არის, რომ არა მარტო თეორიულად მივიღოთ რაღაცა ცოდნა, გამოცდილება და დარწმუნებული ვარ, თეორია გსმენიათ უამრავი, წაგიკითხავთ ძალიან ბევრი, ან პოდკასტებისთვის, გადაცემისთვის ძალიან ბევრი გიყურებიათ, მაგრამ ეს მაინც სადღაც არის. სანამ ჩვენი პირადი გამოცდილება არ გახდება, მანამდე, რაც არ უნდა ვისაუბროთ, საუბრით დიდად არაფერი არ იცვლება, იმიტომ რომ საუბარი არის ძალიან ზედაპირული შრე და საუბრით დიდად ვერაფერს ვერ შევცვლით. საუბრის მიღმა არსებობს კიდევ უფრო ღრმა შრე, რომელსაც ჩვენ ვეძახით აზროვნების პროცესს, სადაც ხდება აზროვნების პროცესი, სადაც ჩდება ემოციები, შეგრძნებები, ეს უფრო ღრმა პროცესი არის, ვიდრე ზედაპირული აზროვნების პროცესი და კიდევ უფრო მეტ სიღრმეში ჩვენ ჩავდივართ რაღაცა შრემდე, რომელსაც ვეძახით ინტუიციურ შრეს. ინტუიციური შრე არის ყველაზე ახლო შრე სუფთა ცნობიერებასთან და აქ იმპულსი არის თავის თელს სისუფთავეში, ანუ ჯერ კიდე დაუმახინჯებელი. შესაბამისად, თუ გვაქვს ჩვენ საშუალება, რომ ყურადღება გარე სამყაროდან, რომელიც მუდმივად გარეთ არის მიმართული, ეს ყურადღება გადავიტანოთ და ჩავიტანოთ ჩვენივე თავში იმ საწყისში, საიდანაც თავად მოდის. თავად მოდის ნიშნავს იმას, რომ რეალურად ყურადღება არის სუფთა ცნობიერების, ასე რომ ვთქვათ, პროჟექტორი, ნატურა, რომელთაც ვანათებთ ჩვენ იმ საგნებს და იმ მოვლენებს, რომელიც გვინდა რომ გავაცოცხლოთ. ანუ ჩვენი ყურადღებით სამყაროს ქმნით, სამყაროს ვაცოცხლებთ. ეს არის ძალიან დიდი ენერგია, სამყაროს ენერგია არის. შესაბამისად, როდესაც ეს ყურადღება გადადის საკუთარ თავში და ჩადის იმ საწყისამდე, საიდანაც თვითონ იღებს სათავეს, ეს არის უკვე ის მდგომარეობა, როდესაც ადამიანს შეუძლია შეკრას სრული წრე. ეს ნიშნავს იმას, რომ ცნობიერება არის ამ სამყაროში საერთოდ ყველაფერი, სამყარო ტრანსფორმირებს ცნობიერების მეშვეობით, ცნობიერება არის საერთოდ ყველაფერი, რაც ამ სამყაროში ხდება
და მარტო ადამიანის ნეირული სისტემა არის იმდენად დახვეწილი, რომელსაც შეუძლია ეს ცნობიერება დააბრუნოს მის საწყისში, ანუ საიდანაც ის მოდის. არცეთ არსებას ამის გაკეთების საშუალება არ აქვს. შესაბამისად, ადამიანად დაბადება ეს არის ძალიან დიდი პატივი, როგორც ვედურ ლიტერატურაში არის მოხსენებული, ეს არის ძალიან დიდი მადლი და ეს არის საშუალება, რომ ადამიანი დაიხვეწოს უმაღლეს ფორმამდე. ანუ ჩვენში არის პოტენციალი, რომ ჩვენი თავი დავხვეწოთ უმაღლეს ფორმამდე. და ეს არის გასაკეთებელი. ადამიანი ამას თუ არ აკეთებს და ადამიანი თუ ცნობიერად არ ცხოვრობს, მაშინ ის არ არის ადამიანურ დონეზე, ის არის ცხოველურ დონეზე. იმ დონეზე, რომლითაც ძალიან ხშირად ხდება манипуляცია და გვაშინებენ, რომ რაღაცა ის ხეცის ცნობიერება და ეს. მაგ ხეცის ცნობიერებაში სამწუხაროდ ჩვენი თანამოქალაქეების დიდი უმრავლესობა არის ის ადამიანები, რომლებიც არაცნობიერად ცხოვრობენ და სუფთა მექანიკურად ავტომატურად ცხოვრობენ, ის ადამიანები არიან ამ ცნობიერების მდგომარეობაში. ჩვენც მათ შორის, მაგრამ იქიდან გამომდინარე, როდესაც ადამიანი იწყებს საკუთარ თავზე მუშაობას, ის აუცილებლად იღებს შედეგს და ეს შედეგი არის უკვე ცნობიერების ზრდა. ცნობიერების სხვადასხვა ეტაპები და ლეველები არსებობს. პირველი ყველაზე დაბალი ცნობიერების მდგომარეობები ეს არის ცხოველური ცნობიერების მდგომარეობები და იმიტომაც მოვიხსენებთ ცხოველურად, იმიტომ რომ ადამიანებთან ერთად ცხოველებსაც აქვთ მაგათი განცდის საშუალება. ეს არის ღრმაძილის ფაზა, ეს არის ერთი ცნობიერების მდგომარეობა, მეორე ეს არის სიზმრების ფაზა და მესამე ეს არის სიფხიზლის მდგომარეობა. ეს არის სამი ცნობიერების მდგომარეობა, რომელსაც არა მარტო ადამიანები, არამედ ცხოველებიც კი განიცდიან. და თუ ადამიანი ამ სამის მიღმა ვერაფერს ვერ განიცდის, ის დიდად არ განსხვავდება ამ ცნობიერებით, ყოველ შემთხვევაში ამ ცხოველური ცნობიერებისგან. რეალური ადამიანური უნარები იწყება მეოთხე და შემდეგი ცნობიერების მდგომარეობიდან. მეოთხე ცნობიერების მდგომარეობა არის ტრანსცენდენტული ცნობიერება, ანუ ტურია ჩიტანა. ეს არის აშკარად განსხვავებული მდგომარეობა, რომელიც განსხვავდება ღრმაძილისაგან, განსხვავდება სიზმრებისაგან, განსხვავდება სიფხიზლისაგან და არის სულ სხვა მდგომარეობა, რომელიც ერთდროულად აერთიანებს როგორც ძალიან ღრმა სიმშვიდეს და მოდუნებას, მაგრამ პარალელურად სრულ სიცხადეს. სხეული და გონება მოდუნებულია, მაგრამ რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ცნობიერება არის გაღვივებული იმაზე მეტად შეიძლება, ვიდრე ახლა ჩვენ ამას განვიცდით სიფხიზლის მდგომარეობაში. შესაბამისად, რაც უფრო ხშირად გვაქვს ტრანსცენდენტულ ცნობიერებასთან კავშირი, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვაძლევთ ჩვენ ნერვულ სისტემას საშუალებას, რომ დროთა განმავლობაში მიეჩვიოს ამ მდგომარეობას. ჩვენ ვეჩვევით ამ მდგომარეობას და დროთა განმავლობაში გვაქვს საშუალება, რომ ეს ენერგია არა მარტო ტრანსცენდირების და მედიტაციის დროს შევიგრძნოთ, არამედ მერე ეს თან ვიქონიოთ და თან ვატაროთ უკვე აქტივობაში და აღარ დავკარგოთ 24 საათის განმავლობაში. ეს არის მიზანი, რომ აი ამ მდგომარეობამდე მოხვდეთ ისე, რომ ვიყოთ ერთიან ცნობიერებაში, ერთ ველში, სიმშვიდეში, მაგრამ ეს სიმშვიდე არ ნიშნავს იმას, რომ სადღაც ვზივართ და გათიშულები ვართ, ან ცნობიერება არა გვაქვს, პირიქით, სრული სიცხადე არის. და ეს არის რეალურად ის, რაც გვაძლევს ტრანსფორმაციის საშუალებას, რაც უფრო ხშირად ვეხებით ამ ცნობიერების მდგომარეობას, გვინდა არ გვინდა ავტომატურად ვიცვლებით. ამიტომ მიზანი არის თავარი წყაროსთან დაბრუნება. წყაროსთან დაბრუნების ერთ-ერთი ტექნიკა არის, როგორც თქვით, ტრანსცენდენტული მედიტაცია, მაგრამ არა მარტო ეს, უამრავი ტექნიკაა. ჩვენ ცხოვრობთ ქრისტიანულ ქვეყანაში, ჩვენი რელიგია ქრისტიანული რელიგია, შესაბამისად, თუ რელიგიურად ცხოვრობთ, ლოცულობთ, მარხულობთ, ეზიარებით, ძალიან კარგი არის, თუმცა ეს იმას არ გამორიცხავს, რომ მაგალითად თუნდაც რაღაცა ტექნიკა დავამატოთ, ან მედიტაციური, ან იოგა, ან ნებისმიერი სხვა, რომელიც მოგცემს საშუალებას ჩვენ თავზე მუშაობის, ან თუნდაც ფსიქოლოგთან ვიაროთ, ან რაღაცა თერაპიული კურსი ავიღოთ, რომელიც ჩვენ გვჭირდება და თვლით, რომ რაღაცა ჩვენში არის შესაძლებელი და ამით შეგვიძლია დავეხმაროთ ამ პროცესს. მაგრამ ეს პროცესი არც დღეს დაწყებულა, არც გუშინ და არც ხვალ არ დამთავრდება. ეს არის უცვლელი, მარადიული პროცესი, რომელიც დაბადებიდან გარდაცვალებამდე სულ მიმდინარეობს. ეს არის ევოლუციის პროცესი და ჩვენ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ყველაფერი ყოველთვის იცვლება. ანუ ერთ ადგილზე აქ ვერ გავჩერდებით და როდესაც ადამიანის ევოლუცია, პროგრესი ჩერდება, აი იქ იწყება ძალიან დიდი პრობლემები. იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ ცხოვრობთ სამყაროში, სადაც ეს სამყარო არასდროს არ ჩერდება, მუდმივი მოქმედება, მუდმივი შექმნა, მუდმივი დინამიზმი და ამ დინამიზმს ფეხი უნდა აუწყოთ და თუ ეს არ ხდება, მაშინ უკვე იწყება დეგრადაცია.
როგორც ევოლუცია არსებობს, ასევე დევოლუცია არსებობს. ადამიანი ერთ ადგილზე ვერ დგას, იმიტომ რომ სამყარო ერთ ადგილზე ვერ ჩერდება, სულ მოძრაობა, ან ვითარდებით, ან პირიქით, ან წინ მივიწევთ პროგრესისკენ, ან რეგრესისკენ. ამიტომ ჩემი სურვილია, რომ პროგრესისკენ ვიაროთ და ამაში გვეხმარება საკუთარ თავზე მუშაობა. და აი ეს რაც ახლა აქ ხდება, თუნდაც ეს ერთდღიანი რიტრიტი, რომელსაც ახლა ჩვენ ვატარებთ, ამ რიტრიტის მიზანიც ის არის, რომ ჩვენი პირადი გამოცდილება გახდეს ეს ღრმა სიმშვიდე. და არა მარტო ეს რიტრიტი, ზოგადად რასაც ვაკეთებთ, ეს იმისთვის კეთდება, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს ჰქონდეს საშუალება, რომ ეზიაროს აი ამ სიმშვიდის მდგომარეობას და დარჩეს ამ სიმშვიდის მდგომარეობაში აქტიური. ეს არის მთავარი. რაც უფრო მეც ვაქტიურობთ, ეს არის მეორე ნაბიჯი, ერთ ნაბიჯი არის მედიტაცია, ერთ ნაბიჯი არის სიმშვიდე და მეორე არის აქტიურობა. აუცილებლად ჭირდება სამყაროს აქტიურობა, როგორც აღარ ვთქვით. ამიტომ ვისვენებთ და მე ვაქტიურობთ.